გვარების წარმოშობა უძველესი დროიდან იღებს სათავეს და საქართველოც, როგორც იმ ძველ ცივილიზაციათა შემოქმედი ხალხის ქვეყანა, ღრმა ფესვების მქონე გვარებით იწონებს თავს. ჩვენი გვარებიც, როგორც ბევრი სხვა ხალხებისა, ძირითადად ადამიანთა სახელების, მეტსახელების, სადაურობის პროფესიის და სოციალური მდგომარეობის მიხედვით წარმოიშნენ. პირველი ნაშრომი ქართული გვარების წარმომავლობის შესახებ გამოჩენილ ქართულ მეცნიერსა და მწერალს ვახუშტი ბატონიშვილს ეკუთვნის. გადაცემაში ვისი გვარის ახალ ვეცდებით გავარკვიოთ თქვენი შენი გვარის ისტორია. მოგესალმებით. გადაცემა ვისი გვარის ახალი. ეს აბულაძეების ოჯახს სტუმრობთ, რომლებიც მოგვიყვებიან თავის გვარის ისტორიას. გამარჯობა. მოგესალმებით. ბატონო ბახვა, დღეს ჩვენ სტუმრობთ გადაცემა ვისი გვარის ახალი და მოგვიყვებით თქვენი გვარის ისტორია. აბულაძეების გვარი ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს. მე-11 საუკუნის ბოლოს არის მოხსენებული კერძოდ ბაგრატ მესამე კურაპალატი ბაგრატიონი დროს და თამარ მეფის დროს, თამარ ბაგრატიონის დროს. კერძოდ ბაგრატ მესამის და თამარ მეფის დროს ეს გვარი სათავეს იღებს ჯავახეთიდან, სამხრეთ საქართველოსთან. აქ არის აბულის ციხე, დიდი და პატარა აბულის ციხე, საიდანაც მოდის ეს გვარი იღებს სათავეს. ყოფილა ვინმე პიროვნება აბული და ამის შემდეგ გავრცელდა გვარი აბულაძე. ისტორიულ წყაროებში საუბარია, რომ აი ამ გვარისთვის ბაგრატ მესამესა და თამარ მეფეს უბრძებია აზნაურობა. ბაგრატ მესამის ისტორიულ წყაროში ეს კალდაკარის ერისამთა რომ იყო შეკრებაზე, მას ახდა თავარი აბულაძე. აი ეს წერია ისტორიულ ქართლის ცხოვრებაში. ახლა ეს გვარი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ისტორიაში. აი ამ გვარის წევრები, როცა ბრძოლა იყო და ომი პირველ რიგში, ესე იგი თავიანთი ამალით ეხმარებოდნენ მეფეს მტრისწინააღმდეგ ბრძოლაში. სამშვიდი ციხის დაბრუნებაში განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, აბულაძეებმა უდიდეს როლი თამაშეს, რომ საქართველოს დაუბრუნდა. სამშვიდის ციხე. აი ამაში არის აბულაძეების განსაკუთრებული როლი, რომ მათ შეძლეს, რომ ეს სამშვილდე და ეს ციხე ერთიან საქართველოს შემოუერთეს და მათ გადამჭრელი სიტუაციას აი ამ საქმეში. ასურეთის საკმაოდ დიდი ტერიტორიაზე არის საუბარი და სამშვილდის ციხე ძალიან დიდ ქალაქს წარადგენდა. დიდი დავით აღმაშენებლის დროს აბულაძეები საკმაოდ აქტიურები არიან, ისინი დავით მეფეს ლაშქარში ირცხებიან, იბრძვიან, სახელმწიფოებრივი აზროვნება ჩანს მათ აი ამ ქმედებაში. შემდეგ ტახტის აზნაურობა გავრცელდა ჯავახეთიდან, როგორც გითხარით, აჭარაში, იმერეთში, გურიაში, გავრცელდა თბილისში, ქართლში, დიახ, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, საქართველოს კათალიკოს ჩხეტიძეს ფერცსადში ყოლია, ესე იგი, სოფლის უფროსს ყავდა აბულაძე. როცა მოხდა აღწერა საქართველოს გვარების, ეს იყო 1852 წელი, აი ამ დავთარში აბულაძეები იწოდებიან აზნაურებად. თუ კი რამე მაგალითად ეკლესიის შენელობა იყო, თუ სხვა საქმე იყო სამეფოში, ესე იგი ისინი მათ თავიანთი წვლილი შექონდათ. საინტერესო არის, ანუ აბულის ციხიდან მოდის. რა თქმა უნდა, გვარი აბულაძეების ციხე და საკმაოდ საინტერესო ისტორია გაქვთ აბულაძეებს. დიდი მადლობა თქვენი გვარის ისტორიის მოთხრობისთვის. გმადლობთ, ძალიან კარგი საშვილიშვილო საქმეა და წარმატებები თქვენი აი ამ საქმეში. აბულაძეების გვარის კვლევა მართალია ზაფხულზე დავიწყეთ, მაგრამ იმ ხელა გვარი აღმოჩნდა, რომ დაგვიზამთ და ზამთრის ბათუმში ჩამოვედით გვარის თავმჯდომარის ბატონი ვახტანგ აბულაძის სანახავად. უნდა ვესწავლოთ მას და მოგვიყვება უფრო სიღრმისეულად აბულაძეების გვარი. როგორც მოგახსენეთ, ბათუმში ვიმყოფებით და ვესწავლეთ აბულაძეების გვარის თავმჯდომარის ბატონ ვახტანგ აბულაძის. მოგესალმებით. მოგესალმებით ბატონო. ბეკარ. გვიანბეთ თქვენი გვარის წარმოშობის ამბავი. აბულაძეების გვარი ღვთითკურთხეული გვარია.
და მის გამრავლებაში უფლის უდიდესი მადლი არის, რაც უკავშირდება წმინდანების საქართველოში შემობრძანებას და წმინდანების შემობრძანების ადგილებში აბულაძეების გამრავლებას. პირველი აბულაძეების გვარი სამცხე-ჯავახეთიდან მოდის. აბულის მთა, სოფელი აბული და მამაკაცის საკუთარი სახელი აბულა. აბულის ციხე. ეს გახლავთ პარტიკამის საგამგებლო, საიდანაც ფეხი აირგა აბულაძეების გვარმა და გამრავდა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. საქართველოში აბულაძეები სახლობენ 70 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. 289 საკრებულოში და 389 სოფელში. ბატონო ბახომ გვიამბო აბულის ციხის შესახებ და ახსენა სამშვილდის ციხე, რომლის დაბრუნებაშიც დიდი წვლილი მიგიძღვით აბულაძეებს. გვიამბეთ მის შესახებ. სამშვილდის ციხე დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდში 1099-1125 წლებში თურქებს ჰქონდათ დაპყრობილი. მაშინ, როდესაც დავით აღმაშენებელი საქართველოში არ იყოფოდა, მაშინდელმა მღვდელმთავარმა გიორგი ჭყონდიდელმა შეკრიბა ჯარი, სადაც მონაწილეობდნენ აბულაძეები. ჭყონდიდელთან ერთად გაანთავისუფლეს სამშვილდის ციხე. ამ ბრძოლაში მრავალი აბულაძე ღებულობდა სხვა გვარიშვილებთან ერთად, რა თქმა უნდა. მეფე დავითი როცა დაბრუნდა, გიორგი ჭყონდიდელმა მღვდელმთავარმა მოახსენა სამშვილდის ციხის საქართველოს განგროვებაში დაბრუნების შესახებ და ეს ყველაფერი ხდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინდელი მღვდელმთავარი ჭყონდიდელი გარდა იმისა, რომ მღვდელმთავარი იყო, ერეოდა საერო საქმეებში და მისი დამსახურება იყო ჩვენი გვარის შვილებისა და სხვა გვარის შვილების ერთად სამშვილდის ციხის დაბრუნებაში. მეორე მსოფლიო ომში აბულაძეები ბევრი გაიწვიეს. მათი რაოდენობის შესახებ რო გვიამბოთ და მათი გმირობები. მეორე მსოფლიო ომი, რა თქმა უნდა, ტრაგედია იყო მთელი მსოფლიოსათვის და განსაკუთრებით საქართველოსათვის. ამ ომში 1991 აბულაძე იქნა გაწვეული საქართველოს მთელი ტერიტორიიდან. მათ შორის 761 აბულაძე ფრონტიდან ვერ დაბრუნდა და ამ 761-დან 156 უგზო-უკოდ არის დაკარგული. 76 ქალბატონი იყო მათ შორის, რომელთაგან 58 ქალბატონი ვერ დაბრუნდა სამშობლოში. ომის გმირები ყავს აფხაზეთის, არ შეიძლება არ ვთქვა, რომ ვახტანგ აბულაძე სრულიად ახალგაზრდად გაიწვიეს აფხაზეთის ომში და მან უზარმაზარი გმირობა ჩაიდინა და საქართველოს ხელისუფლებამ მას საქართველოს გმირის წოდება მიანიჭა. ვიცით, რომ აბულაძეები აბულის სოფლიდან ახალ წამოსულები, მაგრამ კიდევ სად არიან საქართველოში გავრცელებულები? აბულაძეები საქართველოში ყველაზე მეტი ცხოვრობენ ქალაქ თბილისში, 1863 კაცი. ეს ოფიციალურად ვინც არის რეგისტრირებული სტატისტიკური მონადირე, ისე უფრო მეტია. მეორე და მესამე ადგილები? მეორე და მესამე ეკუთვნის ხულოს მუნიციპალიტეტს, ქალაქ ბათუმს, თერჯოლა, მოდის ქუთაისი და ზესტაფონი. დაახლოებით რა რაოდენობის ახართ დღესდღეობით აბულაძეები? 11000-ზე მეტი არის ოფიციალურად რეგისტრირებული. ეს ყველა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, გარდა 5 რაიონისა საქართველოს. 70 რაიონში ცხოვრობენ აბულაძეები დღეის მდგომარეობით. ძალიან დიდი გვარია და აუცილებლად გეყოლებათ საამაყო აბულაძეები. გვიამბეთ მათ შესახებ. არ შეიძლება არ აღვნიშნო ჩვენი გვარის უძვირფასესი ადამიანი, მღვდელმთავარი მეუფე სპირიდონი. წმინდა ანდრია პირველწოდებული რწმენის მართლმადიდებლობის აღორძინებაში. იუსტინე აბულაძე, იუსტინე გახლავთ რუსთველოლოგი. იუსტინე აბულაძემ უზარმაზარი როლი ითამაშა ვეფხის ტყაოსანის კვლევაში. ორი გამოცემა გამოვიდა იუსტინეს რედაქტორობით ვეფხის ტყაოსანის და ორივემ საკმაოდ დიდი წარმატება მოიპოვა და საკმაოდ წარმატებულად მიიღო ქართულმა მეცნიერებამ ის. მოგეხსენებათ, გასულ საუკუნეებში ტრადიცია იყო ოჯახიდან გათხოვილ ქალიშვილს ზითად ატანდნენ წიგს ვეფხის ტყაოსანს. გამგეობის დადგენილებით გათხოვილ ქალიშვილს ქორწილ დღეს საზეიმო ვითარებაში გადავცემთ წიგს ვეფხის ტყაოსანს. ყავს ჩვენ
საქართველოში კარგად ცნობილი და მსოფლიოში აღიარებული კინორეჟისორი თენგიზ აბულაძე. იცი რასაც გიზამდი? იოჯო ხაჭი გიკრავდი და უზპირდაპირ რა იცი? ვინ ახარ შენ? შენ ვინ ახარ? ვერ მიცანი ბიჭო. ის გახლავთ კანის ფესტივალის ლაურეატი და უნიჭიერესი რეჟისორი, რომელიც ფართო დიაპაზონის რეჟისორი იყო. მონანიება და მე ბებია და ილიკო და ილარიონი. ამ ფილმების ერთი კაცის გადაღება ცოტა უსნაურის არის და მისი ნიჭის უდიდესი გამოხატულებაა. იუსტინე აბულაძე, კალენიკა და დიმიტრი აბულაძე საქართველოს საბჭოთა ენციკლოპედიაში არიან შეყვანილი, ხოლო თენგიზ აბულაძე დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში არიან შეყვანილი. ბათუმში ბულვარი თენგიზ აბულაძის ქუჩით იწყება. არასდროს მეგონა ბათუმში ესეთ ამბიჩი თუ მოხდებოდი. ხელოვნება არის დარგი, რომელიც ყველაზე დიდ კვალს ტოვებს სოფლიო ისტორიაში. საქართველოს ისტორიაში აბულაძეებს შეუძლიათ, რომ იამაყონ ბატონი ანუ აბულაძის ნამუშევრებით ეხლა მის სახელოსნოში შევალთ და გაჩვენებთ თუ რას ემსახურება აბულაძეების გვარი საქართველოში. ვანო აბულაძის ნახატების შემდეგ არ შემეძლო არ მეჩვენებია ეკა აბულაძის ნახატები. მოვიდით ვესტუმრეთ და გამარჯობა ქალბატონო ეკა. შემიძლია ვთქვა, რომ აბულაძეებს გენში გაქვთ ხელოვნება. და ამიტომ თქვენი საოცარი ნამუშევრების წინაშე ვართ, ბატონო სანაც ვიყავით, იმას ხალხს აუცილებლად ვაჩვენებთ ძალიან ლამაზი და ბაბუაზე მინდა ორ სხვა მითხრათ. ძალიან დიდი საქმე გაუკეთებია საქართველოსთვის. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დაარსა. ილია აბულაძემ, კი ბატონო. და ბიძინამ, აი მამას მამა იყო ბიძინა, თუ ალბათ იცით, H2 SO4 ფუტურისტული ჟურნალი, მისი თაოსნობით და მისი მონაწილეობით და ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო ამ მიმართულების და ილია, რომელიც იყო მისი ძმა და მამას და მამიდას და ბიძას გამზრდელი იყო, იმიტომ რომ კონცლაგერში მოხდა ომის დროს ბიძინა, ეს იყო ილია აბულაძე და ბაბუამ აილიამ დაარსა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, მაშინ ინსტიტუტი ერქვა. შუშანიკის წამება მისი ნაპოვნია ვეფხის ტყაოსანს სრულად რომ კითხულობთ მისი ნაპოვნია ეს ნაკლული ისინი ნაწილები და მოკლედ დიდი ადამიანი იყო და ბევრი რაღაც გააკეთა ქვეყნისთვის. ბაბუას ყავდა ძალიან კარგი შვილი მამა. თქვენი მამა. მამაზეც მიანდეთ. გურამ აბულაძე. ეს იყო საოცარი ადამიანი, აი ძალიან ისეთი მრავალშრიანი და მრავალმხრივი მიმართულებით მუშაობდა არქიტექტურაში. ლაგუნა ვერე არის მისი პროექტი და ნუ კონსერვატორიის დარბაზის რეკონსტრუქცია, მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეკონსტრუქცია, ენგურჰესის აი კაშხლების რაღაცა იმაში მონაწილეობდა დაგეგმარებაში, ამ წყალთან კავშირში რაც იყო, ეკითხებოდნენ ხოლმე მამას და იყო ერთი პერიოდი ქალაქ პროექტის დირექტორი და ქალაქის მთავარი არქიტექტორი იყო და პარალელურად მთავარი მხატვარი იყო ოთარ ლითანიშვილი და ერთად მუშაობდნენ და მამას დროს დაიწყეს ქალაქის გაფორმება აი მცირე სკულპტურებით, მცირე არქიტექტურული ფორმებით და პირველი სარეკლამო შჩიტები, აი რაღაცა ისეთი ლამაზი განათებები, სკამები, რაღაცა ეს ძველი იმითი გააკეთეს, ეს მრგვალი სარეკლამო ესეთი რო იდგა თუ გახსოვთ სპეციალური ის იყო. მოკლედ აი ეს ქალაქ გაფორმების ამბები არის მამას დაწყებული და ისეთი ძალიან დიდი მადლობა მამა თქვენს ნახატებზე აღარაფერს ვაბობთ, დაგიტოვებთ ეკას ნახატებს ფონად და მინდა თქვა რომ პეტრე ბაბუ აბულაძე მყავდა მე, რომელიც ყოველთვის ამოყობდა მისი გვარით და
აღარ მიყვარს.